გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კასო გველესიანი და დღეს ჩემი დიდი სტუმარი იქნება გიორგი ბახუტაშვილი. გამარჯობა, გიორგი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. თქვენ? გადასარევოთ, რაც შემოვედი, აქ ეგრევე კარგად გავხდი. ძალიან მომეწონა შენთან. მაინც აკრეფტო გახდით კარგად მანამდე. მომეწონა შენთან. ეს პოდკასტი რო დაგეწყო, შენი იდეა იყო თუ დედიკოსი? ორივეს. ორივესი? აი მაინც. შენ მოგაფიქრდა თუ დედიკოსი? დედიკოსი. და შენ მოგწონს ამ პოდკასტის საყვანა? და შეგიძლია მიხვდე, მაგიტო მოგწონს რომ დედიკოსს მოაფიქრდა თუ შენ მოგწონს მართლა? მე მომწონს. ხო, და შეგიძლია მაგ გორს შორის განსხვავება რო იპოვო? რას შორის. აი რო დაფიქრდე, რატომ მოგინდა რომ პოდკასტი წაგეყვანა, რახან დედიკოსს მოუნდა თუ მაგიტო ხო არა? არა. ისე მომეწონა ეგ ის აზრი. ეგ აზრი მოგეწონა? და რატომ მოგეწონა ეგ აზრი? რა არის მაგაში მოსაწონი? ანუ ადამიანებს ველაპარაკები, სხვებზე გაიგებ რაღაც ამბებს და ეგრე. ხო, მაგრამ ეგ ხო მიკროფონების და კამერების გარეშეც შეგიძლია რო აკეთო. კი, მაგრამ შენ სხვა რაღაცის გამო მოგეწონა პოდკასტი? გონი. არა? ადამიანთა ლაპარაკის გამო? ხო? კი. ანუ მიყვარს რა ადამიანებთან ლაპარაკი. აჰა. გავიგე. ბავშვობიდან ოცნებობდი მსახიობობას. ხო, მოკლედ რაღაც ეგრეც იყო ხოლმე როცა მსახიობობაზე ოცნებობდი ბავშვობაში, მაგრამ ბავშვობაში სხვა რაღაცეების კეთებაზეც ოცნებობდი რა. საერთოდ მგონია რომ არ არის აუცილებელი რომ ბავშვობაშივე რაღაცის კეთება გინდოდეს რა, შეიძლება სულაც მერე მიხვდე რისი კეთება მოგინდება. ბავშვობაში მაგალითად მსახიობობაც მინდოდა და ამ წესმძღოლი რო ყოფილიყავი, ეგეც მინდოდა. ბოლოს მსახიობი გავხდი. ხო, და როდის მოგინდა მსახიობობა ბოლოს? ბოლოს წლის იყავი. აი, სადღაც სკოლას ვამთავრებდი უკვე რა, დაახლოებით მე-9-10 კლასში ვიქნებოდი, მე-9-ში ალბათ. კაი, სკოლაში წვიანი იქნებოდი, ხო? ჭკვიანი? ხო, თუ ცელქობდი კაცი. ცელქობდი? ხო, ზოგი. ხო, არც გამორჩეულად ჭკვიანი ვიყავი და არც გამორჩეულად ცელქი რა. აი რაღაც. ხო, რაღაც ეგეთი. ხო, შენ ცელქი ხარ თუ? ზოგჯერ. ზოგჯერ ცელქი ხარ, ხო? ხო, ზოგჯერ ცელქობს. და შენ უკვე იცი რისი კეთება გინდა? შენი პროფესია რა გინდა რომ იყოს? არა, ჯერ არა, ხო? რაღაცა სამი პროფესია მინდა. აბა? რეები. კალათბურთი, ცეკვა და მსახიობობა. შეიძლება მსახიობობა დაგეხმაროს პოდკასტის საყვანაში. თუ რის გამოგინდა მსახიობობა? ცნობილი რა იყო. შენ პოდკასტის საყვანაც მაგიტო ხო არ გინდა ცნობილი რო იყო? ცოტათი კი. კი? ხო, აი მივხვდით მე მგონი რაშიც ყოფილა საქმე. და ეგ ცნობილობა რისთვის გინდა, მაგაზე გიფიქრია? არა. აბა აი რატო გინდა უბრალოდ? დაფიქრდი რაღაცის გამო ხო მოგინდა? კი, მაგრამ მე აი რა არის რაღაცა შენი აზრით? სკოლაში მეუნებიან, აბა რა შევავეს ჩვენი სტარიო თუ რაღაცა ეგრე ამბობ. და შენ მოგწონს? კი, შემოვნებს ეგ. საერთოდ მე მგონი არ არსებობს ეგეთი რაღაცეები, რომ აუცილებლად ყოველთვის ცუდია, ყოველთვის კარგია რა. აი მაგალითად სასიამოვნოა, ხო, ეგრე რომ შენი შეიძლება კარგი გამოგივიდეს, შეიძლება ცუდი. ბოდიში შეგაწყვეტინე პარკი. ხო, მართალი ხარ, მაგრამ აი კონტექსტიც გააჩნია ხოლმე. კონტექსტი ხო იცი რა არის? აი რაღაც გარემოება რა. აი მაგალითად თუ კლასში გეუბნებიან რომ ვა, ჩვენი სტარი მოვიდაო და შენ ეგ მოგწონს? კარგია, ხო? მაგ დროს სიამოვნებას განიცდი. ხო, მაგრამ აი თუ დაუშვათ მარტო გინდა ყოფნა. ხო შეიძლება ეგეთი შემთხვევა წარმოიდგინო, როცა მარტო გინდა ყოფნა, არა საერთოდ არავისთან დალაპარაკება არ გინდა და უცებ ძალიან ბევრი ხალხი მორბის, რომ ვა, კესო, ნახე რა სტარი მოვიდა. აი მაგ დროსაც მოგეწონებოდა? აი მეც ეგეთ მსგავს უნდა მეკითხე ხარ შენთვის. აი რო არ ხარ ხასიათზე ხა და რომ მოდიან შენთან, რომ ვაუ, ეს ვინ არისო და რაღაცებს რო გთხოვენ, აუ ჩემთან მოდი ფოტო გადაიღებ და ეგეთებს რო გეუბნებიან. აი ცუდ ხასიათზე რო ხარ და რო არ გინდა საერთოდ პოპულარული რო იყო. ეგეთ შემთხვევა გქონია?
კი, მქონია ეგეთი შემთხვევაც ბევრჯერ. მაინც რამდენჯერ არ გემახსოვრება. არა, მაგრამ ბევრჯერ. ანუ რამდენჯერაც სასიამოვნო ყოფილა, მაგდენჯეროვე ყოფილა უსიამოვნო. ხო, და აი შენ რატომღაც პოპულარობაზე გიფიქრია მარტო ერთი მხრიდან, რომ აუცილებლად ყოველთვის სასიამოვნოა. მე ყოველთვის. და მე იცი რა არის თან? მან ცოტა დასაფიქრებელი ეგ არის, რომ უკან დაბრუნება კი აღარ შეგიძლია. აი, და ეხლა შენ რო გაგიცნობს ხალხი, ხო? ცნობილი რო გახდები, ცნობილი წამყვანი. მე უცებ რომ არ მოგეწონოს ეს ცნობილი წამყვანობა. მაგას ხო ვეღარ დაბრუნდები ისე უცნობიკესო არა? მაინც ყველას ეცოდინები. მაგრამ რო გავიზრდები, სხვანაირი ხო ვიქნები, მაგრამ არ მგონია მაინც. არ მგონია მაინც რა. მაინც არის რაღაც ჭკვიანური გამოსავალი იპოვე, გაიზდები და ვიტყვი რომ მე არ ვიყავიო თუ რა? არა, გავიზრდები და ვეღარ მხვდები ან მე ვარ თუ ის ვარ, რომელი ვარ. ოკეი. ჭკვიანურია, შეიძლება ეხლა ცადო ბევრი რამე და მე მიხვდები, გინდა თუ არ გინდა. აი რო გაიზრდები, მე უნდა გადაწყვიტო, გინდა თუ არ გინდა. არა, ეხლაც შეგიძლია გადაწყვიტო, გინდა თუ არ გინდა. კი, მაგრამ თავარია მიხვდე რა გინდა. აი შენ თავს უნდა მოусმინო, გაიგე? მეც მაგას გულისხმობ, რო გაიზრდები, იქნებ სხვა რაღაცა გინდოდეს. მახარა მითხრა, რომ ძალიან ლამაზი გოგოაო და ძალიან ჭკვიანიო. გიორგიმ კიდე რები გითხრა ჩემზე. მოგეწონა ხო რო შეგაქე. ძალიან ჭკვიანი გოგოაო, ძალიან ლამაზიაო და მაგრამ მოგეწონება წადი აუცილებლად. რისი ოლიმპიადა ქონდა ერთი ეგ მითხარი? მათემატიკის. ვაუ. ქართულში ერთი მაღალი ქულა ავიღე თუ რაც ქვია მაგას და მაგის გამო მაგ კიდე მესამე ტური. ეს შენი პირველი ოლიმპიადა იყო თუ სხვა? ეს მათემატიკის პირველი ოლიმპიადა იყო. გაგიჭირდა თუ მარტივი იყო? იზი-პიზი იყო. იზი-პიზი ხო? პირველივეზე გაგიადვილდა ესე იგი. ადვილები. აი ეგ ოლიმპიადებიც რატო არის მაგარი ჩემი აზრით, იცი? აი ხანდახან რა, ეგეთ შემთხვევა ქონია, აი მაგალითად ეხა ჩაწერის წინ ნერვიულობ ხოლმე? აი ხა მახარა რო ყავდა სტუმრად და პირველი პოდკასტი რომ უნდა წაგიყვანა, ხო ნერვიულობ? 1-2%. 2%. ხო და ნახე ეგ ნერვიულობა შენ. და მე ზოგჯერ აქ რო ჯდები, უკვე აღარ ნერვიულობ რა საერთოდ. ხო და საერთოდ არსებობენ ადამიანები, ყველა ერთნაირი ხო არ არის? ხო. და არსებობენ ყველანი განსხვავებულები ვართ. რა თქმა უნდა. და ზოგ ადამიანს წარმოიდგინე რა, აი შეუძლია კიდევაც რომ დაუშვათ პოდკასტის საყვანა ავიღოთ რა. ძალიან მაგარია, ძალიან ნიჭიერია, მომზადებულიც არის. ხო. მაგრამ ნერვიულობა ხელს ისე უშლის, რომ მაინც ვერ მიყავს კარგად პოდკასტი რა. ხო, ან ნერვიულობა უშლის ხელს პოდკასტი რო ან პოდკასტ კარგად ისე ვერ წაიყვანს რა თუ ნერვიულობ თუ არ ნერვიულობ. ეგ ნერვიულობა ხშირად ხდება ხოლმე, აი პირველად რასაც ხშირად არ აკეთებ რა. ხო და აი ოლიმპიადებიც მაგიტოა მაგარი რამე, რომ მე დაუშვათ გამოცდა რო გექნება. აი ხა როგორც შემდეგ ოლიმპიადაზე უკვე ნაკლებად ნერვიულობდი, ან როგორც პირველ პოდკასტზე უფრო მეტად ნერვიულობდი, მე უფრო ნაკლებად. შეიძლება ისევ ნერვიულობდე რა, მაგრამ ეგ ნერვიულობა ხელს აღარ შეგიშლის, რომ შენი თავი აჩვენა მაინც ბოლომდე. ხო, ბევრჯერ გააკეთე ეგ რაღაცა და ასე რომ ხო, ოლიმპიადებზე სიარულიც გააგრძელე. გამოდი ხო. დღეს ისე რთული დღე ქონდა რა. ოლიმპიადა. ცეკვა. მე სამსახური. სამსახური. რატო გაგეცინა? არ არის შენი სამსახური? ან სამსახურზე გამეცინა სამსახური პოდკასტი. აბა რა არის სამსახური? სამსახურზე გამეცინა შეცილო. არა, გავიგე რომ გაგეცინა, მაგრამ რატო გაგეცინა? არ არის სამსახური? ცოტა სასაცილოა თქვი. ოკეი. სოყალად თქვი. ბავშვი რო იყავი, სადმე დაკარგულ ხარ. ეგეთი შემთხვევა ყოფილა. რუსადმე დაკარგულ ხარ და ვერ. ეხლა მაგარი ამბავი გამახსენე, სხვათა შორის შენზე პატარავ, შენ ხო 8 წლის ხარ. მე ალბათ მაგის ნახევრის ვიყავი რა 4-ის. შეიძლება კიდევ უფრო არა, მაგაზე პატარა ვერ ვიქნებოდი, მაგრამ აი იცი როგორი პატარა ვიყავი? ხო რა ალბათ 4 წლის, მაქსიმუმ 5-ის რა. აი ეზოში იქ სახლის წინ თამაშობდით ხოლმე და დედიკო გადმომხედავდა ხოლმე 5 წუთში ერთხელ, 10 წუთში ერთხელ და იქ უნდა ყოფილიყავი აუცილებლად რა, დიდხანს არ მტოვებდა მარტო. ვიღაც უცხო ბავშვი მოვიდა, არ გინდა თუ აუზზეო? არც ვიცოდი სიმართლე რო გითხრა, აუზი რა იყო რა. ხო და მეთქი როგორ არ მინდა მეთქი და ეგრე დაუფიქრებლად გავყევი ამ ბავშვს მოკლედ და თურმე ყველა მეძებდა რა, მთელი ეზო. დედა ჩემი ძალიან ნერვიულობდა, მამა ჩემი.
ხო და ამასობაში სადღაც აუზზე ვიყავი. ხო და ჩემი დაუბრუნდი მე. როგორ? 4 წლის? ხო, სადღაც გვერდზე ეზოში. ნუ საკმაოდ შორს რა, უпростоრად. არც ისე გვერდზე. შორს იყავი? შორს ვიყავი და ძალიან მეჩხუბნენ, მე რომ მოვედი. აი ხა 4 წლის რო ხარ და რო გეჭყურებიან გვერდზე. წარმოგიდგენია? ვერ ვხვდებოდი საერთოდ რა დავაშავე. არც აუხსნიათ. რა დავაშავე? არც აუხსნიათ, რომ რა დავაშავე. რატო არ უნდა წავსულიყავი აუზზე, ვერ მივხვდი. მაგას უნდა მივხვდარიყავი წესით, იმიტომ რომ გაპარო ძალიან ცუდი საქციელია. იქნებ ჩაიგუდოს კიდე ბავშვი ყავდა და ჩაიგუდო. ხო. ჩაიგუდოს იქ. გადავრჩი რა. ვიცი რომ თეატრალში ენის გასატეხებს გასწავლიან და შევეჯიბროთ. ენის გასატეხების თქმაში? ხო. კი ბატონო. რომელი იცი რომელიმე ენის გასატეხი? კი. აბა რომელი? ბერკას ხარები შემოვა შეუსაბელ სახნის სახმნელუღელ და პიკაპეურებია, როგორც შეუსაბელ სახნის სახმნელუღელ და პიკაპეურებია, ეს ამავსებელ სახნის სახმნელუღელ და პიკაპეურებია. ვაუ, ბრავო, დაარტყი. ეხა შენ. მიდი. რა, ეგ თქვა? ხო, არა, ეგ არა. რამე სხვა ხო გასწავლინე შენ თეატრალში და. ხო, როგორ არ მასწავლე. ეხა რამე თქვი, მიდი, სხვა. ოკეი. ჩემი ვერძი რქაგრეხილი, შენსა ვერძსა რქაგრეხილსა, რას ერჩოდა, რას ებრძოდა, რას ერქაგრეხილებოდა. ჰა? მითხარი, რას ერქაგრეხილებოდა. მე ხوار გეთქმევინე. ერთა კაცაბლის კენოსაბლის კალათი ბლისხიძე და ბალი გაგძ გამოაქვს. ეს კათა მექანიკით გადაკისერ მხარ ბარკალნის კარტკურტომდება, ხან აქეთ გადმოკისერ მხარ ბარკალნის კარტკურტომდება. კაი, შენ ციცოდი? ეგ შენს თქვი. კაი, რამე სხვას ვიტყვი. არა, უკვე თქვი რაღაცია. ხო, მაგრამ ამას მოჭრი შენი პოდკასტი არ არის? ჩემი ბაღის წვანი პლასა ბოლოკი პიტრა ტანხუნა, თუ კი მე ბოლოკ მე პიტრა ტანხუნება, რატომ შენ არ გებლოგები ტანხუნება? ისე ერთი რჩევაც რა, სანამ გავაგრძელებთ. ანუ ეგ ენის გასატეხები ლექსი ხო არ არის, არა, უბრალოდ ზეპირად რო ისწავლო. ეგ კარგია, ანუ იმაში გეხმარება, რომ ყველა ბგერები სწორად წარმოთქვა რა. ამიტომ ეცადე ხოლმე რომ ბგერები კარგად თქვა. კაი? ხო, მაგრამ ზოგჯერ ისე. მაგრამ ეხლა ეს სხვა თამაშია, ვიცი ხო, ეს უბრალოდ მეხსიერების ავარჯიშო არის. ხო, კიდე ერთი ენის გასატეხი. მოიფიქრე. შემახსენე. ნიორი ნანიორალში, რიონი ნარიონალში. მადლობა. კეთილის ყოფილ ხარ. კიდე რაღაც ახალი გავიგე შენზე. რატო ფიქრობ რომ კეთილი ვარ? მე უცებ ვერ გავიხსენე ვერც ერთი ენის გასატეხი და დავიბენი და შენ უცებ მომეხმარე და შემახსენე. მიყვარს სახმარებები. მადლობა. ეგ რა არის, ხელში რა გიჭირავს? კითხვები. აქ სამი კითხვა წერია. თუ გეტყონე რომ ახლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეგიძლია უთხრა მადლობა, ვინ იქნებოდა? ეხლა რაღაც სერიოზულად უნდა გიპასუხო. კი არა, იქამდე სერიოზულად გპასუხობდი, მაგრამ რაღაც ცევდიანი ამბავი გამახსენდა. კაი, მომიყევი, მიდი არა უშავს. ანუ ერთ ადამიანს ვეტყოდი, მოკლედ მადლობას ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა მადლობა და დიდი სიამოვნებით ვეტყოდი. ვაიმე. ხო. აი ვის უხდი მადლობას? ჩემ მამიკოს. ხო, მაგას ფიქრობდი. ხო. მამიკოს იტყვის გოვეჭრე. როგორ გამოიცანი? კი არ გამოვიცანი, ვფიქრობდი ეგრე. ხო, გამჭრიახიც ყოფილ ხარ. ნახე რამდენი რამე გავიგე შენთან. გამჭრიახი ხარ, კეთილი ხარ, ლამაზი ხარ, ჭკვიანი ხარ. 4 რამე უკვე ვიცი შენზე. მე-5-იც კი. მე-5 ვნახოთ. აი, რატო ელნები პირველი მამას? ვერ მოვასწარი რომ მეთქვა. არა და ძალიან ბევრი რაღაცისთვის მინდოდა რომ მადლობა მეთქვა. მეც მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ აი გინდოდა რომ რაღაც. ხო, მინდოდა რომ მეთქვა და ვერ მოვასწარი თქვა. შენ ვის გადაუხდიდი მადლობას? დედიკოს. ჭკვიანურია. მეც ავდგები და ჩემ დედიკოს გადაუხდი მადლობას. აი მაგით ვისწავლი ჭკუას, მამიკოზე ხო ვერ მოვასწარი, ხო და დედიკოს გადაუხდი მადლობას. დაუთხარი. იცი რა შეგიძლია რომ რისთვის გინდა დედიკოს მადლობა რომ გადაუხადო? რისთვის უნდა გადაუხადო მადლობა? აი ერთხელ რაღაცისთვის მადლობა მინდოდა რომ გადამეხადა და მე რაღაცა ისე გავედით გარეთ და მე დამავიწყდა და მე მაგის მე არ მახსოვდა და მე გამახსენდა გვიან. ხო და გადაუხადე მადლობა. ხო უყურებს შენი დედიკო შენ პოდკასტს?
უყურებს. ხო და აქედან შეგიძლია გადავუხადო, მადლობა. მადლობა, რაღაცა მინდოდა რომ მეთქვა და იმასაც გეტყვი და მაგას მე გადავიტან საქმე. ოკეი. კარგი. ბოდიში ვის მოუხადე ბოლოს და რატო? გუშინ მოუხადე ჩემ მეგობარს რაღაცაზე უკამათობდით და უცებ მოკლედ ამ კამათს რა? არ თქვა სახელი მაგას, კაი? ჩემ მეგობრის? ოკეი, არ ვიტყვი. არა ჭკინოს მალე. არა, მაშინ მე მოუხადე ბოდიში რაღაც წონასწორობა დაუკარგე და რაღაც იმაზე მეტი რაღაცეები ვთქვი, ვიდრე საერთოდ მინდოდა რომ მეთქვა რა, გაბრაზებისგან. ხო და მაგის გამო ბოდიში მოუხადე. აი ხა მე გეტყვი. ჩემ კლასელს ერთხელ ძალიან გავეკამათე რა, აი ძალიან ჩხუბი მომივიდა რაღაცად მეტად. ხო. და ის აქვია რაღაცა ის აქვია ვაიგნორებდი და რაღაცებს. რაღაცებს ვაკეთებდი და მე თვითონაც გვაიგნორებდა და ბოდიში მეთქი. და ის მაინც გაბრაზებულია? ის რამდენჯერ ვთხარი ბოდიში? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, შვიდჯერ. ვთხარი ბოდიში, არ მეინტერესებსო. ხო, მაგრამ ბოდიშს რომ მოიხდი, აუცილებლად ხო არ გაპატიებენ რა. ხო, მაგრამ ეკო იმის უფლება გაპატიებს ხო? მაგასთან შეცდომა. ხო, მაგრამ იმის უფლება შეიძლება რაღაც ძალიან ეწყინა. იმედია მიხვდება, რომ არ გინდოდა მაგის წყენინება და გულწრფელად ნანով და გაპატიებს. გადავიდეთ სხვაზე. გადავიდეთ. ვის ეუბნები ყველაზე ხშირად მიყვარხარს? ჩემ შვილიკოს. აი. ხო. მის ჩემ დედას. რაღაც რატო? ერთნაირად პასუხობდით სავით ამ შეკითხვებს არა? თორემ მე ცოტა გავართ კიდევაც ერთმანეთს მე მგონი. ხო? ხო, მაგრამ მაინც განსხვავებულები ვართ. რა თქმა უნდა. როგორი მამა ხარ? როგორ ფიქრობ, კარგი მამა ხარ? მე ვფიქრობ, რომ კარგად ულე. ხო? რატო დაგჭა ეგეთი შტაბეჭდილება? რა, მე ჩამჩნიე შენში, რომ კეთილი ხარ ძალიან. მადლობა. ძალიან მასიამოვნე, ძალიან საყვარელი ხარ. ხო, არ ვიცი როგორი მამა ვარ, მე ხუთე. გამოჩნდა. ხო, მოვდი გამოჩნდა. მოკლედ ჩემ შვილს უნდა ვკითხოთ, მე მგონი ზუსტად როგორი მამა ვარ რა. გაქვს მაგის ნომერი შენ შვილის? გაქვს? დაურეკე. ეხა კინოშია თავის მეგობრებთან ერთად. აი, მაშინ თუ როცა დრო გავა. ხო, ცოტა ხანი ვადროვოთ და მე დავურეკოთ ერთად. ისეთ შემთხვევა თუ ყოფილა შენთვის, რომ ძლიერი არა გითხრა, ანუ ძალიან ხმამაღლა გითხრეს, არა, ან ისე გითხრეს, არა, ან ძალიან დიდი ხანი რო გახსოვს და ეგ შემთხვევა თუ გქონია. ვაუ. კი, როგორ არა? გქონია, შენც გქონია? კი. მომიყევი რა. გამიგიყვები. აი ბაღში ახალგადასული ვიყავი. ის გოგო ძალიან მომეწონა რა, კარგი გოგო იყო და ვუთხარი შენი? ხო, ჩემი ჯგუფელი. ეზოში ვიყავით და ჩემი მეგობარი იყავი მეთქი. თქო და არა დამიყურე ძახილის ნიშნებით. აჰა. ძალიან გული დამწყდა მაგაზე. და მე გააგრძელეთ მეგობრობა თუ მაინც არა? ეხა ძალიან კაი მეგობრები ვართ. ხო, ესე იგი უბრალოდ იმ მომენტში იყო ცოცხასიაძე. ანუ მაგრამ მაინც ვეუბნებოდი, მაგრამ სულ არა. ერთ დღესაც მითხრა მოდიო, თვითონ შემეკითხა მე. შენ როცა აღარ ვუთხარი მაშინ, ხო? ხო. ხო, ეგ ხდება ხოლმე საერთოდ დაკვირვებული ვარ. მეც რაღაც დაახლოებით ეგეთი ისტორია მაქვს რა. და დაახლოებით შენ ხელო ვიქნებოდი შეიძლება. მომიყევი მეტი. შეცვალე. აი, მსგავსი ამბავია რა, ერთი გოგო იყო და მეც რაღაც შევთავაზე მოკლედ შენი მეგობარი ვიქნები მეთქი. უпростоრად მე მიყვარდა ეს გოგო. ხო და შევთავაზე რომ შენი შეყვარებული ვიქნები. მაგის შეთავაზება. იმან არაო, მე ვეხვეწე, კაი, გთხოვ მეთქი 1000-ნაირად ვთხოვდი, მაგრამ მაინც არაო და ერთ დღესაც აღარ შევეხვეწე და მე თვითონ შემომთავაზო. რაღაც მაგით გავს ჩვენი ამბები ერთმანეთს. ხო, აგერ ერთნაირად რაღაცა ერთნაირი ამბები გვაქვს. ჩემი ცოლის დაქალებში ხან მამა იყავი, ხან ანიმატორი იყავი, ხან ისე ყავი, ხან ესე ყავი, რთული იყო? ხო რა, რთული იყო. მაგრამ ჩემი საყვარელი საქმეა.
მიყვარს მაგის კეთება და მაინც სიამოვნებით ვაკეთებ რა. ერთხელ ჩემი. შენ რა უყურებდი თუ რა? კი არა და უყურებ. ნახევარს უყურენა. რაღაცები გაქნანა. რომელი როლი მოგწონდა? მამა რო იყავი. ეგ მაინც ერთი როლია რა, ერთი ადამიანი იყო. უბრალოდ ის ადამიანი ხან მოდელი იყო ხოლმე, ხან რეჟისორი. რომელი გიყვარს მაქედან? მე რომელი მიყვარს? ხა. აი, მე მგონი უკვე აღარაფერი რო აღარ იყო. აი ბოლოს ეგ მომწონდა ყველაზე მეტად მაგის თამაში. მაგრამ ხალხს ყველაზე მეტად მოწონდა როცა პოლიტიკოსი იყო ეგ პერსონაჟი. რატომ მოწონდა ხალხს ეგ? არ ვიცი, იცნობენ ალბათ ეგეთ ადამიანებს. უნახავთ. ეხა შეგვიძლია რაღაცა შევეკითხო. ხომ იხარ მსახიობობაც მომწონს და მსახიობობა რატომ მოგწონს? მსახიობობა სპექტაკლში რო გამოდიხარ და რო იმანჭები და ეგეთ რაღაცებს რო აკეთებ, ეგ აი ძალიან სასაცილო რაღაცები რო არის ხოლმე. სხვათა შორის მეც როცა მსახიობობა მომინდა, აი ეგეთი რაღაცების გამო მომინდა მსახიობობა, მაგრამ მე აღმოვაჩინე რომ შეიძლება ცოტა სხვა რამე ყოფილა მსახიობობა. ხო. და სულაც არ იმანჭებოდი ხოლმე როცა სცენაზე დგახარ. შეიძლება სულ სხვა რამეს აკეთებდა, იცი? რო იმანჭები? შენ მანჭვა მოგწონს? რო იმანჭები არ მაგის ყურება? ჰა? ხო, მეც არ მომწონს მაგის ყურება, რო იმანჭებია. მაგრამ ეხლა მე რას ვაკეთებდი? შენ საყვარელი იყავი. შენ მაჩვენებდი როგორია მანჭვა, ხო? ხო. მივხვდი. კინოებსა გიყვარს თუ თეატრი? შენ ყოფილ ხარ თეატრში? კი. შენ რომელი უფრო მოგწონს, თეატრი თუ კინო? მე კინო. კინო? ხო, მაგრამ რაღაცა ფეიკი როგორ ჩები ამიკოს. კინოში რო ფეიქ რაღაცებს ხედავ? ხო. ხო, მეც არ. არ მიყოს, მაგრამ ჰარი პოტერში ხო ისე. არის ჰარი პოტერში ფეიქი რამეები? ხო, მაგრამ ჰარი პოტერი არა, ჰარი პოტერზე არას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მომჭამს ჰარი პოტერი. აი ჰარი პოტერში ფეიქი რა გახსოვს? ფეიქად შვებიან ამას? ხო, ისი სხვათა შორის და ბეჭდების ბრძანებელი კიდე. ხო, სწორ რაღაცას მიაგენი რა. ბეჭედს რო ჩაგდებ ლავაში რა მოვა, არაფერი არ მოხდება. არ მოხდება არაფერი ბეჭედი რო ლავაში ჩააგდო? არა, მაგრამ იქნებ შენი მშობელი გაგიბრაზდეს თუ მაგრამ შობლისისაგან. ის თუ ჯადოსნური ბეჭედია, შეიძლება მართლაც არაფერი არ მოუვიდეს. მოკლედ, მსახიობები, კაი მსახიობია თუ ცუდი მსახიობი, მაგით ხვდები, ხო? ფეიქად შვება თუ არ თქო? ხა. გჯერა მართლა ასაც აკეთებს. აი, თუ ისე შვება ეს რომ ნაიარები ფლომასტერით იქნება დახატული და ნაიარები არ არსებობს. ხო, მაგრამ მაინც ისე იქცევა თითქოს ნამდვილი ნაიარებია, ხო? მაგას არ შვება ფეიქად. ხო, ეგ ანუ რაღაცა აი, რაღაც აბრაკადაბრებს ხანდახან ფეიქად შვებიან ხოლმე, მართალი ხარ. ეგენი ყველა ფეიკი აბა. აბრაკადაბრა კი არა, როგორც არის. იბირიკი. ჰარი პოტერის ეგ შელოცვა გახსოვს? კი. Wingardium Leviosa, ხო გამახსენდა. Wingardium Leviosa. აი ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი სტუმარი იყავი, ძალიან მომეწონა ჩვენი ლაპარაკი. შეგო ვფიქრობ, კარგი ლაპარაკი გამოგვივიდა, ჭორაობა. კი, ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მომეწონა შენი გაცნობა, ძალიან რაღაცა ცოტათი ჭორაობაც გამოვიდა. მე მომეწონა შენთან ჭორაობა, შენ? ოკეი. და ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანი. შეიძლება ჩაგეხუძო. კი. ძალიან მაგარი გიყო. და წარმატებული. კაი, თუ მოგეწონა ჩემი ვიდეო, ჩემ YouTube არხზე დამასუბსკრაიბე. აუცილებლად დაგასაბსკრაიბე. და თქვენც მეგობრებო, დამალაიქეთ, დამაფოლოვეთ, დამასუბსკრაიბეთ. ჩემ პოდკასტი იწერება Lemon Podcast სტუდიაში. მომავალ ხუთშაბათამდე.